სოფლიო წინ მიდის და იაპონელმა მეცნიერებმა ანტიდეპრესანტის ალტერნატივა შექმნეს. მოდი ვნახოთ რა არის მოლეკულა PA915, თან იმის გათვალისწინებით, რომ დეპრესია და შფოთვა მენტალური ჯანმრთელობის მაინც ყველაზე გავრცელებული აშლილობას შორის არის, რომლებიც სხვადასხვა შეფასებით შესაბამისად სოფლიოში 264-დან 284 მილიონ ადამიანს აწუხებს. დეპრესია არის განწყობის აშლილობა, რომელიც ხასიათდება მუდმივი სევდით და ყოველდღიური აქტივობისადმი ინტერესის დაკარგვით, ხოლო აი შფოთვითი აშლილობები ხასიათდება ნერვიულობის, შფოთვისა და შიშის მაღალი დონით, როგორც კონკრეტულ სიტუაციებში, ასევე ზოგადად. დღესდღეობით, როგორც დეპრესიის, ასევე შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ არსებობს რამდენიმე მეთოდი. და მათ შორის ცხადია მედიკამენტები, ფსიქოთერაპიის კონკრეტული ტიპები, თუმცა არსებული თერაპიული სტრატეგიები ყველა ადამიანისთვის ცალსახად ეფექტური არ არის, რაც მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების შესწავლის აუცილებლობას აჩენს. ხო და ვინ თუ არა ყოჩაღი იაპონელები, ოსაკას, კობისა და ჰამამაცუს უნივერსიტეტის კვლევრებმა გამოიყვანეს ახალი მოლეკულა. მისი სახელწოდება არის PA915, რომელიც დეპრესიის, შფოთვის და სტრესთან დაკავშირებული აშლილობის სამკურნალოდ გარკვეულწილად შეიძლება პერსპექტიულ შედეგს იძლეოდეს. სხვათა შორის აღნიშნული დაიწერა ჟურნალ მოლეკულარ ფსიქიატრიაში, მოლეკულარ ფსიქიატრია, ასე ქვია სამეცნიერო ჟურნალს და მათ აჩვენეს, რომ მოლეკულა თრგუნავდა როგორც შფოთვის, ასევე დეპრესიისთვის დამახასიათებელ ქცევას. ცხადია, ცდები ჩატარდა თაგვებზე და იმ თაგვებში, რომლებიც მაღალი დონის სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ახალი მოლეკულა PA915 ამცირებს დეპრესიას და შფოთვის მსგავს ქცევებს ქრონიკული სტრესის მქონე თაგვებში. და აღმოჩნდა, რომ მოლეკულას შეყვანის შემდეგ თაგვები იძულებითი ცურვის ტესტში უფრო ენერგიულად ცურავდნენ და უკეთ ასრულებდნენ ლაბირინთში ნავიგაციას და ობიექტების ამოცნობის ამოცანებსაც. ასევე აღმოჩნდა, რომ მოლეკულის ანტიდეპრესანტული ეფექტი არის საკმაოდ ხანგრძლივი, რაც ალტერნატიული პრეპარატების შემთხვევაში აქამდე დაფიქსირებულ ეფექტებს წააგავს. ასევე PA915, ანუ ეს მოლეკულა და მისი მიღება, სხვა შორის არ იწვევს დამოკიდებულებას და კოგნიტური დეფიციტის გვერდით ეფექტებს, როგორც ეს სხვა მედიკამენტების შემთხვევაში ცალსახად ვლინდება. საერთო ჯამში კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ PAC1 რეცეპტორების ბლოკირება დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ საკმაოდ პერსპექტიული გზაა და მომავალში მკვლევრების მიერ შექმნილი მოლეკულა შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და გამოიცადოს სტრესთან დაკავშირებული დარღვევების სხვა მოდელზეც. თუ ის უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდება, მის შეფასება ადამიანებზე ჩატარებული იქნება და ეს შესაძლებელი გახდება, რამაც კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება დასაბამი მისცეს მის კომერციალიზაციას და ჯანდაცვის ობიექტებში გამოყენებაც დაიწყო. ნახოთ, ეს არის პროცესი, ჩვენ შორს არსად მივდივართ. მეცნიერება კი გვაძლევს ლამის ყოველდღე სიახლეებს, რომელსაც მუდმივად გაცნობთ, მათ შორის ჩვენ სპეციალურ გადაცემაში ჯანდაცვის სტანდარტი და ყველა ჩვენ პლატფორმაზე და ცხადია აქაც გაგიზიარებთ.